აი ამაზე ვგიჟდები. აი ამაზე ვაფრენ. ეს არის ჩემი ნათესავი. რა უნდა დღეს მაყურებელს? ეხლა ძალიან დაბნეული მაყურებელი ყავს. მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ უნდა იყოს თეატრი კრიტიკული. ხელოვანება არის პროვოკაციული. ცენზურა თუ გაქვს დამარცხდი. აი ტელეფონი რო არ გაქვთ, იმიტომ არ დარეკეს. რაღაცა დაალპა დანიაში. ვერ გავიგე რომელია ეს დიქტეიტი. ვეძებს ძალიან დიდი ხანია. მათი მიზანი იყო ჩვენ გაგვყარონ აქედან და ბამბუკებით დარგონ ზედა ჯურღვათში. ჯერ პატარა ვარ. უბრალოდ გასუქდი. ერთ თვეში ჩემ ტაკუნას იცნობენ ქუჩაში. იმიტომ მე ვარ ანგლიაში. ჯერ პაპარაკობ პაპატიო. მე ხა მაქვს განცდა რომ წივარ სპექტაკლზე. გაგვასწორე. ვითო ანანა არის მაღლა. ინგლისში ასული ზექჩაბა. მე მივხვდი რომ ვერავარ კარგად ხროა, ლეპკა, აბია ხდება კახიძე. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს. ეს არის გადაცემა ვიკასთან და ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ლევან წულაძე, იგივე ჭოლა. გამარჯობა. რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი იუმორი. იმიტომ რომ სანამ ახლა მე მინდა რომ დავიწყო საუბარი ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, რომელიც შევნიშნე, ჭოლა მოსული არის უზარმაზარი iPad-ით და ამბობს რომ ეს არის მისი ტელეფონი. მე ახლა დაურეკავ ჭოლას. ტყუილია რომ მე ტელეფონი არ მაქვს. ეს არ არის, მაგრამ ხელ ტელეფონი. ალო? ეს სპიკერზე ლაპარაკო? მე არაფერი არ მაქვს დასამალი. გადასარევია. ცუდია რა. აი ეს არის ტელეფონი. აბა ეგ არის ტელეფონი. ეს არის ჩემი ნათესავი. უახლოეს ამის ძინავს ვარ და უბრალოდ ამიყოს ტელეფონთან ამბავ. მაგრამ აი ამაზე ვგიჟდები. აი ამაზე ვაფრენ. ალო, სხვადასხვა მეც მაქვს აქ ის WhatsApp-ში. ხოდა გაჯობია. აი ხო დამირეკავი ხოლმე მე. ალო. კი, ეს არის ძალიან კარგი. ძალიან მომწონს აი ეს ტელევიზორით. მე ზანიშოთებ იმიტომ რომ გარდა იმისა მე არ ვიყავ. და მაინცდამაინც ჩემ დროს მოხდა. შემოვიდა თუ არა სტუდიაში ბატონი ლევანი, რომელსაც ცხოვრებაში ტელეფონით არ მინახავს ეს ადამიანი, გაისმა სტუდიაში ტელეფონის ხმა და აი ესე რაღაცა კომპიუტერით ხედავ ჭოლა დგას და ლაპარაკობს. რა თუ ეს კიდე პატარა ამას დიდი მქონდა გამიწვია. აი ესეთი იყო დიდი. აი ეს მაგარი. რანაირად შეგიძლიათ აი ეს მოწყდეთ ყველაფერს, რომ არც ტელეფონი, არც Facebook-ი, არც TikTok-ი რა. უბრალოდ პირველი არ ვიგებ. პირველი მეორე ვიგებ. აი რომ გირეკავს ვიღაცა. გნახე. სად? საბურთალოზე. და? არა, ხო იყავი? ეხა იქავარ, ხო? და? არა, პროსტა. აი, რა საჭირო? დამინახე საბურთალოზე. ხო, მაგრამ საქმეზე რო დორეკოს მარტო ეგეთი საქმეზე დარიყავი და დაგენახე კიდო მკითხავდი რა გინდა აკლემზე უდაბნოში. რა კიდო გავიგებ. საბურთალოზე გავიარე. აუცილებლად უნდა დაგინახე. ისე ყოფილა შემთხვევა, რომ არსად არ არის ჭოლა. არსად არ არის, ტელეფონი არ არის და ნერვიულობენ. არ ხდება ეგ ხშირად? კი, არის ხოლმე, როდესაც ვიღაცას ვერ ვეუბნები, რაღაცაზე უარს ხოლმე, ამიტომ ეს ვარ ვილნიუსში. ანუ ეს ყველა ეხა გავთქვი მე და რა ამას ვეღარ ვიტყვი. ხო რა მოვჭრა, არა, მას არაფერს არ ამოვჭრა. არ ვიტყვი ვილნიუსს ხო აქ. იმიტომ დამაჯერებელია. პარიზში წავიდა, რო თქვა, იმალება და ვილნიუსშია ეხა და ვილნიუსში თავისი ნებით არ კეთყო რაღაცა იყო და დამაჯერებელია. ვილნიუსშია წასული ზექჩამოა. სანამ დავიწყებთ საუბარს, უნდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, ეს აუცილებელი, ამის გარეშე არ შეიძლება, უნდა ვუთხრა მაყურებელს, რომ გამოგვიწეროთ, დააკომენტაროთ, რაც უფრო ბევრს დაწერთ თქვენ, ჩვენ უფრო
დიდხანს და უფრო მეტხანს გამოვჩდებით სხვადასხვა პლატფორმებზე, Facebook-ი, TikTok-ი, Instagram-ი, ყველგან ვართ. ყველგან შეგიძლია ნახოთ ეს ინტერვიუ და მოგწერეთ მოკლედ და იაქტიურეთ, იმიტომ რომ ჩვენი პლატფორმისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენი პლატფორმის სიცოცხლის უნარიანობისთვის. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ამხრივად თქვენი მხარდაჭერა. ლევანს მინდა ვკითხო, როგორ გრძნობს თავს. რთული შეკითხვა ჩვენ დროში. ხო და ყველას რო ვეკითხები ამას, რომ აი როგორ ხარ, რო ვეკითხები, აუ რა, ყველა ამას პასუხობს, რატო არის ეს? საბჭოთა პასუხი არსებობს ამის. რა ვართ რა. ასეთი იყო ხო, საბჭოთა. იმიტომ რომ კარგად ვარ რანაირად და. ნუ არა მუშავს. მახსოვს საზღვარგარეთ ვიყავით გასტროლზე და ინგლისში. სხვა ევროპა იყო მაშინ ჯერ კიდევ ესეთი და თავის თავში დარწმუნებული უფრო და ერთ-ერთ მსახიობი დილას გამოვიდა სასტუმროში და ვიღაცამ კითხა სასტუმროს how are you? გადათარგმნა არა მიშავს so why მე დაატყდა ამბავ რა მოგივიძათ ბატონო რა არა ნუ მე დილობიანად რომ ეს საბჭოთა ქართულის დილობა იყო რომ არ უნდა გეთქო ძალიან კარგად ვარ ყველაზე კარგი ვარ მაგარი ვარ უხერხული იყო მე როგორც რას ვიზამ კიდე გულს გეტყვით აბა როგორ ახარ რა ვქნა რა ვქნა აი გვიცი ეს შესანიშნავია რა ფერ ხარ რა ვქნა რა ვქნა რა არის ეგ რა ვქნა იმას იმან უნდა როგორ გითხრას შენ რა ვიქნები უნდა რას მეკითხები არ იცი როგორ რა ვქნა ქევარა გიждებ სხვადასხვა ბევრისგან მსმენია რომ ერთმა დაწერა Facebook-ი კი არა ტელეფონი არ გაქვს და ვერ გეცოდინებათ ბატონო ლევან და ერთმა არა დაწერა Facebook-ს იმაშობი ოღონ პარაზიტი ვარ ბანანას და თინათინის Facebook-ის გვერდები იქიდან ზოგჯერ ვიღებ რაღაცებს მაშინ მე არ ვაქტიურობ ადამიანებს ერიდებათ კარგად ყოფნა, ჩვეულებრივად ყოფნა, აი Facebook-ზე უკვე ვატყობ რა, მაგალითად ვინმე თუ მოგზაურობაში წავა, ადრე თუ დაწერდნენ, დაპოსტავდნენ, ან რაღაცა კერს გააკეთებდა ვიღაც, დადებდნენ, რესტორანში შეჭამდა და დაწერდნენ, აღარ არის ეგრე. ხალხს ერიდება. ეს რაღაცაში არის ამაში საბჭოთა ატავიზმი. იმიტომ რომ ესაც არსებობდა კარგი ადამიანი იყო, ვისაც არაფერი არ ქონდა. ეს იყო პატიოსანი კაცი. ქართველი ლოს ბორდიურთან ეგდომ რა ეს წესერი კაცია და ვიღაცა რაღაცა აშენა აი გაკეთდა ვიღაცა ხიდი რო აშენდებოდა კარგად ამბობდნენ რომ ხიდი აშენდა გაკეთდა აი რამდენი ვიღაცა მიშონა და ეს შეგრძნება იყო რომ ჯერ ერთი მართალი იყო გულახდილობაც დაყვებოდა ამას და მეორე ერთი ამიტომ არ იყო ძალიან კარგად ვარ არა ვიყავ როგორც ყველა ვარ რა ვიქნა რას არა მიშავს თეატრზე მინდა ვისაუბრო რამდენჯერაც მომინდა ბილეთის ყიდვა ამას რთულად ვახერხებ ან მე როცა მინდა მაშინ ვერ ვახერხებ ანუ არ არის მარტივი თუ ბილეთის ყიდვა გინდა არ არის მარტივი რატომ გახდა თეატრი ასეთი პოპულარული ბოლო პერიოდში მაყურებელი შეიცვალა თუ თეატრი შეიცვალა არა ბევრი რამე შეიცვალა და არა მარტო შეიცვალა იცვლება სულ აი ამ ბოლო თქვათ 6 წლის 7 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა მაყურებელი არ შეცვლა უბრალოდ შეიცვალა მისი მოთხოვნა თეატრისადმი რაღაც პერიოდში მას უნდა მხოლოდ გართობა რაღაც პერიოდში მას უნდა პირიქით რაც შეიძლება ღრმა და მეტი წაეღოთ განსაკუთრებით კოვიდის მერე აი ძალიან ისეთი ტალღა იყო მაყურებელი იგივე მაყურებელი არ იცვლება ადამიანები არიან უბრალოდ რაღაცა სხვა მოთხოვნა ჰქონდათ უნდათ რაღაცა მეტი გაეგოთ იმიტომ რომ 2 წელი პაუზა იყო ძალიან კარგი ადამიანისთვის გაჩერდნენ ადამიანი რომ მიურბოდით ყველანი სადღაც არ ვიცოდით საით გავიწყდებოდა საერთოდ რატომ მიურბივართ და უცებ ბუნება მოგწე ეგეთი შესაძლებლობა რომ გაჩერდი ჩამოჯექი ხო მაგრამ ამას როგორ ხდება რეჟისორი რომ მაყურებელს ახლა ეს უნდა თუ ის უნდა იმიტომ რომ არის რეპერტუარში არის სხვადასხვა სპექტაკლები ხო ხო და აი როგორ რაღაცა სპექტაკლები რომელიც
თვეში ერთხელ ან თვეში ორჯერ თამაშობ, იმიტომ რომ სხვა მოთხოვნა. ხასიათის არის. არა, ეს ხასიათი სხვადასხვა უნდა იყოს. ის უფრო მოთხოვნადი ხდება რაღაც მომენტში ხვდები, მაყურებელსაც მსახიობიც გრძნობს დარბაზს. და ახლა როგორი მაყურებელი ყავს? რა უნდა დღეს მაყურებელს? ეხლა ძალიან დაბნეული მაყურებელი ყავს, მე მინდა გითხრათ, რომელსაც უნდა არ უნდა ძალიან მძიმეც არ უნდა და მეორე სულადურის არ უნდა. ეს უკვე მიეჩვია, რომ აი უბრალოდ ესეთი შტერული მაპატიეს გამოთქმისთვის, გართობისთვის აღარ მოდის, იმიტომ რომ მე ხვდება, რომ არაფერი ხელმოთ მოატყუეს თითქოს. და აი არაფერი არ მიიღო იმ ფულად, რაც ბილეთში გადაიხადა და ამიტომ ძალიან მძიმეც არ უნდა, იმიტომ რომ ისედაც დამძიმებული ადამიანები და მაგრამ უნდა რამდენად შესაძლებელია ოპტიმისტური რაღაცა შინაგანი მოთხოვნილება აქვს ოპტიმიზმის. თუმცა როგორ გითხრათ, რთულია ამის განსაზღვრა. მე მაინც მაინტერესებს, აი რა კრიტერიუმით ხვდები, რომ აი მაყურებელისთვის ეს იყო მოსაწონი, წარმატებული იყო რაღაც რეაქცია მაყურებლის, შინაგანი რაღაც ხმა, თუ კრიტიკოსები, თუ კოლეგების შეფასებები, თუ აი დარბაზს გრძნობს მსახიობი ყოველთვის. ვაცი. არა მხოლოდ ტაშით, მოსმენით, სიჩუმით ეს ხო ესეთი არ მინდა მისტიკა არ მიყვარს მისტიური კავშირი არ არის, მაგრამ რაღაცა ენერგეტიკული კავშირი გრძნობ. არის მაყურებელი, რომელიც სუნთქავს შენთან ერთად, ამ სუნთქავს გრძნობ პაუზაში, გრძნობ როგორ წამოიწია მაყურებელი მილიმეტრებით, მაგრამ მე როგორ მოეშვა. მე ეს იმიტომ მიყვარს ეს პროფესია და იმიტომ მიყვარს მსახიობის პროფესია, იმას აქვს უნარი ამ წაიყვანოს ადამიანები თავის იმაზე. და სპექტაკლის დროს მაყურებელს უყურებ ხოლმე? არ უყურებ, გრძნობ ამას. არავინ ვერ ხედავს მსახიობი და არც უყურებს იქ შუქი აბრმავებს. დარბაზის სახეს ვერ ხედავ, გრძნობ, აი სიჩუმით რაღაცა არის თქმა მისტიური, ეზოთერული, ძალით რაღაც გრძნობ ამ სიჩუმეს აქვს თავისი მილიონი გრადაცია და ამას კანით გრძნობს მსახიობი. ანუ მართლა შინაგანი ხმა ყოფილა და არა მარკეტინგი. არა, ალბათ მარკეტინგი ამ საქმეში არის ყველაზე უკანასკნელი საქმე. რანაირად? ნუ აი მარკეტინგს გულისხმობ აი გაიყიდა ბევრი ბილეთი ხვდები რომ მოთხოვნადია. მაგრამ აი წინასწარ გათვლა რომ ეს იქნება იმიტომ რომ ამ თემაზეა და ეს აუცილებლად იქნება მოთხოვნადი, ესე არ არის. მაგრამ აქტუალური არ უნდა იყოს დროის და სივრცის შესაბამისი? არა მგონია აუცილებლად უნდა იყოს. ზოგჯერ არის პირიქით სუდროს თამაშობს ზედმეტი აქტუალურობა. ეს ჩემი აზრია. არის, მაგრამ იყო პერიოდი თუ გახსოვთ, თქვენ ახალგაზრდა ბრძანდები და უნდა გახსოვდეთ ეს რა გინდათ, აი ეროვნული მოძრაობა, აი სულ დასაწყისში როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და ეროვნული ესეთი ეს ტონი ძალიან ამაღლდა და ქუჩაში გადმოიღარა, თეატრმა დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. ისაც ქუჩაში ხდებოდა, იყო თეატრშიც და დაკარგა მაყურებელი აბსოლუტურად თეატრმა, იმიტომ რომ გახდა მეორადი. იმიტომ რომ ქუჩაში გაცილებით ცოცხალი იყო ეს პროცესები, მიტინგების ილუსტრაცია რომ დაიწყო თეატრმა, წააგო. იმიტომ რომ ხელოვნება უნდა ქმნიდეს და იგონებდეს თემას და არ უნდა მიყვებოდეს მას. ეს ჟურნალისტი პოულობს თემას და ანალიზებს. თეატრი უნდა ცოტა მეტი ძებნა, ასწრებდეს უნდა მოვლენებს. მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ უნდა იყოს თეატრი კრიტიკული. მაშინ როდესაც ყველაფერი ძალიან კრიტიკულია, მაშინ უნდა იყოს ჩემი აზრით თეატრი ექიმი. ხა, რა საინტერესოა. ნუ მე ეს ჩემი აზრია. 90-იან წლებში დაკარგა მაყურებელი ეროვნული მოძრაობის დროს თეატრმა ასეთი თემატიკის გამო ზედმეტად აქტუალურობა გადაწყვიტოდა, დაბიანებული იყო. კიდე როდის დაკარგა თეატრმა მაყურებელი, რაც გახსენდებათ? ესეთი არ მახსენდება, იმიტომ ეს მართლა ძალიან, აი უბრალოდ დაცარიელდა
ყველა თეატრი და მე აი რა 1-2-3 სეზონი იმიტომ რომ გარეთ ისეთი ამბები ხდებოდა რომ და არ თეატრმა დაიწყო ამისი ილუსტრირება. უცებ აი რაღაცა სხვა თემის პიესაში უცებ დროშები გაჩნდა, სადაც არ უნდა გაჩენილიყო რაღაცა თვალები მიტინგოვანი. ისა და ეს აღარ უნდა და მაყურებელს იმიტომ გარეთ ნამდვილი იყოს ყველაფერი. და არის ძალიან დიდი შანსი, რომ დღეს თეატრმა დროშები ვერ ააფრიალოს სცენაზე, იმიტომ რომ ეს ახალი კანონები არის ისეთი შემზღუდავი, რომ პირდაპირ უგრძალავს ხელოვანს, ჟურნალისტს, თუ მოქალაქეს უბრალოდ, რომ პოლიტიკაზე კონდეს გავლენა, თუ კი ის იღებს დახმარებას მეგობარი ქვეყნისგან, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციისგან. ეს არის გამოწვევა დღევანდელი თეატრისთვის? ალბათ ჯერ ეს კარგვა გაცნობიერებული კარგად, მაგრამ ალბათ როგორ არა. ეხლა აი რომ მოდიოდით, მაშინ ვფიქრობდი, რომ არ ეგეთი ფრაზა ყაჩაღების მაგალითად შილერის. თუ მომეცით ისეთი ყმაწვილი როგორიც მე ვარ და გერმანიას ისეთ სახელმწიფოს გადავაქცევ, თვით რომი და კართაგენი დედათა მონასტრად მოგეჩვენება. ძალიან მიყვარს არაჩვეული ფრაზა. მოწოდება არ არის რევოლუციისადმი. აბსოლუტური. არის. მაშინ აღარ უნდა დადგა. როგორც გინდა, როგორც შეხედავ, იმის მიხედვით არის. ნებისმიერი ფრაზა რაღაცა დაალპა დანიაში ჰამლეტი რო ამბობს, როგორც გინდა ეს შეხედავ, რაღაცა დაალპა დანიაში რას გულისხმობთ ბატონო. და სად დაალპა? თავში დაალპა თუ ქვემოთ? თუ შვანაწილებში? და ეს ყველაფერი ხელოვნების საერთოდ ესეთი სკალპელით გაჭრა და შიგნით ჩახედვა მისი მიზნების შეუძლებელია, იმიტომ რომ საერთოდ ხელოვანება არის პროვოკაციული. მისი აქცია პროვოკაციული. ის დაწმარებულ თუმანიშვილის ის იყო ძალიან მომწონს ესეთი მეტაფორა თუ რაღაცა აი ზიარ ჭურჭელის დროს ყველა იმაში წყალი არის ერთ დონეზე. ეს არ არის ხელოვნების მდგომარეობა. ხელოვნების მდგომარეობა როდესაც წყალი იწყებს მოძრაობას. გაწონასწორებული მდგომარეობა არ არის ხელოვნების სფერო. ხელოვნება იწყებს პირიქით ანგრევს ნორმალურ მდგომარეობას და იქიდან გამომდინარე იწყება რაღაცა მოძრაობა. და რაღაცა მოძრაობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკურ მოძრაობას აღიქვა და მაშინ უკვე ეს როგორც აწყობთ ისე ამაშია საქმე. ეს კიდე ერთი ამბავია, რომ ნებისმიერი ფრაზა შეიძლება აღიქვან როგორც მოწოდება რევოლუციად, შეიძლება საერთოდ არ აღიქვან. გააჩნია კონტექსტს, გააჩნია ვინ დგას სცენაზე. როგორ ხასიათზე ხარ ეს ცნობილი ანეკდოტი საბჭოთა დროის ებრაელს რომ ეწერა შვილმა იმიდან მამა გამომიგზავნე 100 მანეთიო და არავითარ შემთხვევაში რატომით მომწერაო მამა გამომიგზავნე 100 მანეთი ეთქვა მამა გამომიგზავნე 100 მანეთი და მაშინ გავგზავნე აი როგორ ხას როგორ წაიკითხავ ისე არის ხო არის პიესა რომლის დადგმის გეშინიათ არ მეშინი როგორ არ მეშინი ანუ თავს იკავებ კი როგორ არა რთული არის ისეთ ნაწარმოებები რომლებსაც ჯერ პატარა ვარ მე. ნუ არის როგორ არის ესეთი ავტორებიც არის, რომელიც ძალიან დიდია. მათ შორის ვეფხისტ ყაოსანი მაგალითად ძალიან მაინტერესებს როგორ დადგამს ბატონ რობერტი თუ შურს კიდეც კარგი, ძალიან საინტერესო. ძალიან დიდია ეს ნაწარმოები, არ ვიცი როგორ შეიძლება დაიდგას. სხვათა შორის არის დანტე რა, ბევრი ნაწარმოებია, ბევრი ავტორია, რომელიც ძალიან გიყვარს და კაფკა მაგალითად. აჰა. ხელოვნური ინტელექტი შემოჭრილია ჩვენს ცხოვრებაში და ვეფხის გაბედას და ვეფხის ყაოსანსაც კი მოკიდეს ხელი. არა, გაბედვა ყველაფერს შეიძლება, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე მოგახსენებთ. აბა? მე ძალიან მაინტერესებს ეს ამბები და ძალიან პირად ამიტომ პარაზიტირებ აქაც და ჩვენ გოგოებს
იმათ სულ იმას ვაწერინებ ან ვახატინებ ან რაღაცა და ძალიან ბევრს ურთიერთობ ამ იმასთან და ოღონდ თავად არა სხვა საწერინე? მე არ მინდა კვალი დავტოვო. მის იქნებ ჩაწერე ერთი ახლა ის. მაგას უთხარი ჯერ ძალიან მომწონს ეს ურთიერთობა. რაო? სულელი ხო არა ხარ ბიჭო? წესიარად მოიქეცი თქო გადაეცი მაგას. და ნუ მატრაბაზობ დაწერე ასაც გეუნებიან და ასე შევა. თუ ძალიან მატრაბაზია, ძალიან განსაკუთრებით სოციალურები ამომიწერე აი პროზიდან რა დიალოგია გადამიქცია იმათ. ნუ დიალოგად. და იწყებს ის შემოქმედება, ჯერ იწყებს იმას როგორ მიხარია რომ ამ თემას შეეხებ ბატონო რაღაც ვიღაცა რა კარგია ნუ მატრაბაზობ კაცო რაც დაწერე და მე შემიძლია ეს გადაგიცით რა არ მინდა ნუ ეს მატრაბაზობა კარგი მე მივხვდი იქაც ის არის მარკეტინგია და ტენის მე მეუნება იყიდეთ უფრო ძვირიანი პაკეტი მაგრამ ამას გარდა შევამჩნიე მთავარი იმიტომ რომ ის ამბავი რო აი ეს დაგვიპყრობს და ჩვენ გავხრებით და ის თავისით დაიწყებს არ არის გამორიცხული მაგრამ ამ წუთას აღმოჩნდა მთავარი პრობლემა ჯერგეთ ბერს ლაპარაკობ ნაპატიებს მაგრამ ცოტა გზლაც უნდა არა მთავარი პრობლემა განსაკუთრებით რომ ხედავ YouTube-ზე ძალიან ბევრი ისენია ისტორიული რაღაცები, რომელსაც ვხსნობ უკვე. რომ იმის დაწერილია AI-ის და ვხსნობ რა მხრივ ლოგიკა ერთეგივეა. ის უარყოფით არგუმენტებით იწყებს. სუზანნა მოვიდა არა იმისთვის რომ წყალი დაელია, არა იმისთვის რომ პალეში შესულიყო და ფისი. არა იმისთვის რომ გაეღიმა, არამედ იმისთვის რომ ეჭამა ბურთერბროდი. და გავიგეთ შემოვიდა რომ ეჭამა ბუტერბროდი ChatGPT-ია. ნუ მაინუნობ ხო აი ძალიან ბევრია ეს აი ეს იყო არა სიხარული არა არამედ რაღაც ძიმე და ამითი აბევრებს როგორც დასტაევსკი აბევრებდა თავის ტექსტებს იმიტომ რომ მოთამაშე იყო და უხდიდან სიტყვების რაოდენობის მიხედვით ამიტომ ძალიან გრძელი სცენა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მაგარი იყო მაგრამ პლუს კიდევ არის აღმოჩნდა რომ გემონების პრობლემა აქვს ლიტერატურული გემონების მათ შორის იმიტომ რომ საშუალო არითმეტიკულს იღებს და ის ხომ მთლიან ინფორმაციას ფლობს და არ ფლობს ინფორმაციას სუბიექტურად ხო მას არ უყვარს თუ დაუშვათ გერმანგესე და არ ეზიზღება ამინდა თქმა ვინმე რაღაცა საშუალო კოელიო ამ ვიღაცა და მას ამით ის ყველაფერს აღიქვამს ერთნაირად და ამიტომ იქიდან საშუალო არითმეტიკული გემონების ადამიანი გამო ერთი ნიჭიერი კარგად მოლაპარაკე ის არის იგივე გამოდის ვიდეოში წყალში რომ დასაწყისში აღფრთოვანებული ვიყავ რანაირად ვაიმე როგორ მოიფიქრა ეს რაღაცა მე ხვდები რომ მეორდება იმიტომ რომ საშუალო არითმეტიკულს იღებს და გატრუხთა ცოტა მოკლედ ალბათ დრო ჭირდება აი ეს არის ჩვენ თავხედობ თავიდან რომ აღფრთოვანებული ეხა გაგვიტრუხდა უკვე და დღეს ნუ მაინც სხვათა შორის აი YouTube-ი ახსენა და Netflix-იც, YouTube-იც, TikTok-იც და ეს ყველაფერი დღეს არის თეატრის კონკურენტი გულისხმობ რომელიც ყველა სპექტაკლზე უფრო დრამატულია ხოლმე და აი რას თავაზობს თეატრი განსხვავებულს მე ამიტომ ამბობ რომ თეატრი ვერ შეეჯიბრება ჟურნალისტიკას ამიტომ მან აი დღევანდელი ამბავი არ უნდა თქვას არის ახალი ამბები და არის ანალიტიკური გადაცემა ხო ეს მოიხსენებათ ჩემზე კარგად აი ეს მეორე სფეროში უნდა იყოს თეატრი უნდა ადამიანური ანალიზი გააკეთოს იმ მოვლენების რაც ხდება იმას რასაც შედარებით ნაკლებ დროს დახარჯავს სხვა ის რომ პლანეტა გაგიჟდა და შეიშალა ამას ყველა ამბობს მაგრამ როგორ მოქმედებს ეს შენ მეზობელზე რეალურად მის ცხოვრებაზე მის ადამიანურ ყოფაზე აი ეს ამას ყველა უნდა მოყვეს თეატრი ადამიანურ პლანში გადატანა უნდა გადაეტანოს დიდი უზარმაზარი მოვლენები და მაშინ ის საინტერესო და მაშინ ის აქტუალურია. და ისე დადიხართ როგორც მაყურებელი სხვადასხვა სპექტაკლებზე და რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ ბოლოს ნანა. კი როგორ არა დავდივარ.
არ მიყვარს პრემიერებზე სიარული. რატო? იმიტომ რომ ჟიურის წევრი მგონი ვართ რომ მივედი მაყურებელი. მაინც ესე ეგონებათ სულ მესამე დღეს არ ეგონებათ. არა, მესამე დღეს უნაკლებად. და ძალიან არა მე ხვდები ახლა ჩემი ყოფილი პედაგოგები რომ ამბობდნენ რომ მე პრემიერები არ მიყვარს მეხუთე დღეს უნდა მიხვიდე როცა სპექტაკლი ჩაჯდება რა ჩაჯდება კი უბრალოდ აწუხებდნენ უშლიდნენ ხელს სახეობებს გზნობდნენ ამას და უნდა მიხვიდე არა და სპექტაკლის მართლა უნდა ჩაჯდეს რომელიღაც დღეს ეს მითია თუ რეალობაა? იმიტომ რომ ხშირად მსმენია რომ კარგად რაღაცას ჩაჯდამ ტორტზე და ნამცხვარზე მსმენი არ ჭამო ახლა არ დაჭრა ეგრევე. მესამე დღეს არ კარგი. აბარა რომ ჩაჯდება კარგად. კრემიც რომ ჩაუჯდება ფირფიტას. არა გააჩნია. ასეა სპექტაკლი. არა ესე ერთგვაროვნად ვერ იტყვი. ხო მე რა ალბათ პირველ დღეს ძალიან ყველა მოჭიმული და დაძაბული. ზოგჯერ უშლის ხელს ეს დაძაბულობა, ზოგჯერ პირიქით არაჩვეულებრივ დრაივს თუ რაღაცას ადლებს ისეც, რომელიც შეიძლება მე ვერ განმეორდეს. გააჩნია როგორი რეჟისურა. კარგი რეჟისურა არ ადლებს საშუალებას სპექტაკლს რომ დაიშალოს და. როგორც მაყურებელი დაადიხარ, ახლა რა მოგეწონათ ბოლოს რაც ნახეთ და რა არ მოგეწონათ და არავინ არ ამბობს მაგას რა არ მოეწონა. რა არ მომეწონა არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ უნდა თქვა. რატო? იმიტომ რომ არ უნდა მოაჭრა ფრთები კოლეგას. ეს არ ესმის ჩვენ თეატროდნებს. მე მინახე ერთ ძალიან კარგი იყო. არც ვიცი გვარი რაღაც სპექტაკლი იყო მე არ ვიყავი ამის რეჟისორი მე მხატვარი ვიყავი სპექტაკლის ამიტომ შემიძლია არა თქვა ვილაპარაკო ჰამლეტი იყო ახალგაზრდა რეჟისორი ძალიან კარგი სპექტაკლი და ესეთი ნუ ძალიან ბევრი ბოლი იყო დასაწყისში უნდა ყოფილიყო ბოლი იმიტომ რომ დეკორაცია იყო ხიდი მიდიოდა არაფერში დანია რო ქვეყნის კიდე ეს იდეა იყო და რაღაც ხიდის ძირი იყო იქით უნდა მიდიოდა და იქ უნდა ქრებოდა ამიტომ ეს ბოლი იყო აუცილებელი სულ უნდა ყოფილიყო რომ ეს გამქრალიყო და რაღაცით ძალიან უკმაყოფილო ცოტა ასაკში იყო ის არა ქვია თეატროდნე ძალიან უკმაყოფილო იყო სანამ დაიწყებოდა უკვე რითი? არ ვიცი მე მგონი ბილეთი აყიდე სანამ დაიწყებოდა რაღაც ძალიან უკმაყოფილო იყო წინასწარ დაждდა უკვე ხმაური დაждდა და სცენაზე იყო მაყურებელი პატარა კამერული სპექტაკლი ამიტომ ყველას და ჩემი განათებელთან ზურგი და იქ დაждდა ჯერ ახველა ამ ბოლი და ეცელოთ რომ იგზნოს ხაზი გაუსვოს რომ აღჭობენ ყველას გაგებინა ეს ბოლი რატო არა ნისლიანია დანია მე მოვუწე დიახ მე ვთქვი ყველაზე ნისლიანი ყველაზე საერთოდ ყველაზე ნისლიანი ყველაზე მეტი ატმოსფერული რა ქვია ის არის დანია ყველაზე გაცილებით მეტად ვიდრე ინგლისი ვითომ დიახ კარგი ეს რაღაცა და მე არ აღმიქვავს მგონი ვარ რომ მეც ერთ-ერთი მაყურებელი ვარ ამიტომ მტრად არ აღმიქვავს მე დაიწყო სპექტაკლი და ესე იყო რომ იქ ეს მცველები იწყებენ ჰამლეტს რომელმაც და ესე ქონდა რომ მეთევზეები იყვნენ ის მცველები თითქოს ამ ხიდის წყალში რაღაც თევზები ეს მეთევზეები და მეთევზეები რატო არიან თევზია დანიაში მე დიახ ყვირის ამას რომ თავის თამაშობს თვითონაც ხო იმიტომ რომ ის სხვა რო არის სცენაზე ეს აქ არის ეთქობა ეს სახიზიანი ნუ დიახ დანი არის ევროპის ყველაზე მეტი თევზის მომარაგებელი სახელმწიფო დანიურ თევზს ჭამთ ყველა რაც კონსერვს ჭამთ დანიურია ვითომ დიახ მე კიდე რაღაცა იყო ეს რა არის ის არის მეფეა და ასიაცვია დიახ მე ვთქვი ვითომ ბოლომდე გაიტანა პირველი აქციის ბოლომდე ყოველ შემთხვევაში ძალიან იყო ყველაფერზე გაღიზიანებული ვითომ მე მეორე აქ დაიღალა მეორე აქ უყურა უკვე ძალიან სტრესული არ არის არაფერი ეს ნუ ესეთი ცოტა ვამეტებ რა თქმა უნდა ხა მე ხო მაგრამ არიან ახლა ის რაღაც მუდმივი უკმაყოფილება вечно недовольная არის რომ უნდა მიხვიდე სპექტაკლზე კეთილ განწყობილი
ანუ თავიდან ესე რომ შეხვალ უკვე ეს არის ესეც ატავიზმია საბჭოთა. იმიტომ რომ მოსამართლის ფუნქცია ქონდა ადრე თეატრს შეიძლება თქვა რომ ეს არ არის სოციალისტური რეალიზმი. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი რომელიც დაიდგა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში რა იყო? მნიშვნელოვანი ხო? რა თქმა უნდა ჩემი ყველა სპექტაკლი სამი უკანასკნელი რომელიც გინდა მოვბრძანდით და ნახეთ. და რომელი სამი? ყველა. აბსოლუტური შედევრებია ყველა და არ ვიცი პირდაპირ ამად რა დამემართა. აუცილებლად მოდით ნახეთ ყველა, იმიტომ რომ არ ვიცი. რა უნდა ნახოთ სხვა ჩემს გავგებარ. ისე ადამიანები ხუმრობ რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ისე ადამიანები თულია ესეც შეგიფხა. ბევრია, მხოლოდ სამი შეიძლება ბევრია კი, შეიძლება მე რაღაც დანახე არა მაქვს. და ისე არ გითქვამთ რომელი სპექტაკლი მოგეწონათ როგორც მაყურებელს? ბევრი მომეწონა, იცით რა არის, მაგალითად ძალიან მომეწონა, არ ვიტყვი სპექტაკლზე, იმიტომ რომ სხვა სპექტაკლებს ეწყინა. მაგალითად ეს ბოლო იყო, ძალიან მომეწონა, ბოლო არ იყო, მაგრამ ჰამლეტი არაკში ერთი ეპიზოდი იყო არაჩვეულებრივი, როდესაც ჰამლეტი მეორე აქტის ბოლოს, როდესაც ნახალო იყო დააღჭეს ის ბავშვი და გოგო და აღარ იცის რა ქნას და გავიდა თეატრიდან. და გადაღებულია რეალურ გადის შენობიდან ამით გადის და გადის ქუჩაში და ქუჩაში არის მიტინგი ერთი ამბავი ბევრი ხალხი დადის და ეს ბიჭი თავის დარდებით ამ ბევრ ხალხში გადის და მიტინგზე ჯდება რაღაცა პატარა რაღაც მეშოგზე და რჩება თავის პრობლემებით აი ძალიან მომეწონა ძალიან კარგი მიგნება იყო სად მოვიპარო როგორ მოვიპარო იმას ვფიქრობ ძალიან კარგია ჯერ ეგერთი ეს რეალობის გამოყენება ეს თემა რეალური მისი ცხოვრებისა და თეატრალური რეალობის გადახლართვა ერთმანეთში ძალიან კარგი იქნება საერთოდ მესამე აქტს იქნებ ქუჩაში ეთამაშათ რეალურ გამლელებში ძალიან საინტერესო თვითონ ეს მიგნება ძალიან მომეწონა და ხშირად გითქვამთ რომ არ გიყვართ სკანდალები რაღაცა ეს ჭორები ეპატაჟები ეპატაჟური გამოხტომები და ეს ყველაფერი არ არის თეატრის ცოტა თი შემადგენელი ნაწილი ეს არ არის თეატრის შემადგენელი ნაწილი ეპატაჟი მატრაბაზობა თეატრი ეს ვერ შეცვლის ვერასდროს ერთმანეთს თეატრი არის ანალიზი ფიქრი გარკვევა იმაში თუ რა ხდება კარგი თეატრი გულისხმობ თორე არის ესეთი სკანდალური სპექტაკლებიც ხო არის სკანდალური რას ნიშნავს მე შემიგვა ძალიან ადვილია გავიხდი და ჩემი ვარდისფერი ტაკუნებით დავждები 1-10 წუთი არ ვიცი რა სიამოვნებას მიღებს ვინმე მაგრამ სკანდალი მოხდება ну კარგი ერთ თვეში ჩემ ტაკუნას იცნობენ ქუჩაში თუ ეს არის მიზანი კი ბატონო ეს როგორც წესი ესეთი მიზნები იფუშება რაც მეტი ადამიანს უნდა რომ გააკვირვოს დანარჩენები იმდენად მეორადია ხოლმე ის იმიტომ რომ მხოლოდ ამ სურვილით მოსული რეჟისორი მარცხდება იმიტომ რომ ის უკვე არსებულს თulis აი რაც არის პრობლემაა რომ ის არსებულიდან აკეთებს დასკვნას და არ იგონებს ახალს შეიძლება თუ არა თეატრი იყოს აპოლიტიკური საერთოდ მიღმა მოვლენებისგან ეს სიტყვაც ეს აპოლიტიკურობა უყვართ თქმა და აი მე პოლიტიკაში არ ვერევი და ეს ხელოვნება და რა შუაში აქვს პოლიტიკა და გავმიჯნოთ უნდა და იმიჯნება თეატრი პოლიტიკისგან არა რანაირად ну შეიძლება კონკრეტულად ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის ან რომელ რაღაცა იმის იდეები იდეოლოგიისგან არ იყოს სპექტაკლში ეს და საერთოდ ბუკლეტისგან იმაზე რა ქვია ავტორიტარიზმის ხარისხი ამაზე არ იყოს პიესა მაგრამ გლობალურად ადამიანური პოლიტიკა ადამიანზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაზეა დამოკიდებული და ამიტომ ადამიანის ცხოვრებაზე თუ არ ვილაპარაკე ну კი არსებობს აბსტრაქტული კუბიზმი თეატრში არ გამოვიდა რაღაცნაირად ეს
იმიტომ რომ არის პოლიტიკური გამოხატვის ფორმა თეატრი ყოველთვის ადამიანზე ლაპარაკობდა ადამიანი რაღაცა ირიბად ყოველთვის ეხება მის თვალსაჩინოს მის ფიქრებს, აზრებს, ოცნებებს, რომელიც არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი. შეიძლება მოწყვიტო კი როგორ არა იყვნენ ესეთი აკნეისტები გადასარევი ხალხი, რომლებიც ამბობდნენ, საერთოდ შინაარსი არ უნდა ქონდეს არაფერს. არ ვიცი, არსებობს ძენ ბუდიზმი, რომელიც თეატრში რაღაცა ვერ წარმოვიდგენ. დაждებს სიცარიელე და ეს არაფერი წმინდა არის, ძენ ბუდიზმის დაუშვათ ის სიცარიელე შეიძლება გავცარიელდეთ საერთოდ იაფი დაждდება. არავინ არ უნდა არცახეობი უნდა არც განათება. კედელი და დავიდეთ ყველა და მაყურებელი და იფიქრეთ აბა რაც გაინტერესებთ ოღონდ პოლიტიკურზე არ იფიქროთ არაფერზე. დაჯექიდები, ვიждები და შეიძლება გასხოსნება დაემართოს ვინმეს. რასაც მივესალმები. ოღონდ ჩვენ მოგვიყვებოთ გასხოსნეთ თავის. და თვით ცენზურაზე და ცენზურაზეც მინდა ვილაპარაკოთ. დღეს საქართველოში არის თეატრალური ცენზურა. აი ვინმეს დაურეკავს ხელისუფლების დროს თქვენ? არავის არ ჩამრევი არაფერში. აი ეხლა ის ამოიღე, ან ის ჩასვი, აი ეს თეატრში მე არ სხვებთანაც არ ხდება? სისტემას ჩემთან არ დაურეკია და ეჭვმეპარება სხვასთან დაურეკია. თვითცენზურა და ასეთი Facebook არც ერთი ხელისუფლების დროს არ დაურეკავთ? არ დაურეკავთ, არ ვიცი შეიძლება აი ტელეფონი რო არ გაქვთ, იმიტომ არ დარეკეს. იმიტომ არა მე არ გამავრიცხავ ხა ალბათ კი როგორ არა ალბათ კეთილი სურველები მოვლენ და გეწყენ ნუ აკეთებ ამას გიჟი ხარ გაგიჟდა ის და პირდაპირ ეგ ყოფილა ისე რო აი რა გინდოდა ახლა ეს ან როგორ შვებია მე შესანიშნავი ჩვენი სარდაფში იყო არაჩვეულებრივი ადამიანი ძალიან ჩვენი არ მინდა ვთქვა ვინ და ქალბატონი იყო ძალიან მიყვარს ყველას და ნუ ძალიან გვალეშიკობდა და რაღაცა იყო შევარდნაძეზე რაღაცა იქ რეკავდა ერთ-ერთი პერსონაჟი შევარდნაძეს და ნდობის ტელეფონზე და ეუბნებოდა ჩემი მეგობარი რაღაც უბრალოდ არისო და ნუ შენ ალბათ ფეხებზე კიდია მაგრამ მე ხო არა всё მეტი არაფერი შენ რაში გენი ნუ პაროდია ნუ ირონია იყო იმაში რომ ვითომ ნდობის ტელეფონი და მის მოგისმენს და ურეკავდა იმას გამწარებული ადამიანი ხვდებოდა რომ ტყუილია ეს ვინ მოგისმენს ამაზე იყო თქვენ ალბათ ფეხებზე კიდე რეაქცია იყო ჩვენ სარდაფში ძალიან ცოცხალი თეატრი იყო ეს ხალი პრემიერაზე ზის მე იქ ვიჯექი გამნათებლების იმენ რა სადგინდოდა მე ჩვენ ხარ სერიოზული ხარ და გაგზავნა ყურება ეხლა ვამსუბუქებ რა თქმა უნდა ეგრე არის ტრავმა არის რომ იცოდეთ პატარა რო ვიყავი და რაღაცას რო ვიტყოდი დებილობას სულ დედა ჩემს გეთებდა ხოლმე მე გერმანულ ამომიკაჩავდა თვალებს მე პატარაობიდან ტანტებთან ანდრეი კოსეთი გერმანულად ლაპარაკობდი კარგად როგორც ქართულად ისე და გრამატიკის გარეშე როგორც ისე ამიტომ ამით სარგებლობა დედა ჩემი და რა ქვია როდესაც რაღაცას ვავაშავდი ეხლა ტყავს გაგაძრობ ბელონად გერმანულად მეორე თამას რო გაგ დაიჯები საშინლად უღონდ ღიმილით იყო ჩემ სახეზე ყველა ხვდებოდა რომ რაღაცა ისეთი თქვა და როგორი არის ეს მექანიზმი სულ მაინტერესებს აი წარმოვიდგენ ხოლმე აი ეს ვინ რეკავს ხოლმე აი ადრე თუნდაც აი საბჭოთა საქართველოს დროს აი ვინ რეკავდა აი როგორ ხდება ეს რომ ვის ურეკავდნენ მე რომ მკითხო გაცილებთ უფრო მტკივნეული მოვლენაა თვითცენზურა შეიძლება ამ ჯერ კი ეჭვი მეპარება დაგირეკავენ ეს არქნა და არ იზამ და დაგაწინაურებენ არა რომ იზამ რაღაცას ის დასკვნას აკეთებს სისტემა და დაგჯის მერე ეს როგორ არა ეს ძალიან ბევრი ხა არ გამოვიდეს ცენზურა არ არსებობს ვამბობ თითქოს ბედნიერება არა უბრალოდ შენ
თუ გამოასწორებ რამეს ეს არნიშნავს რომ შენ შეგაქებენ შენ თუ რამეს იწყვი ისეთ რომელიც არაწყობს იმას ის გააკეთებ დასმალ და დაიჯერე და ცენზურის დროს რომ კულტურა ყვაოდა და ცენზურამ შექმნა კარგი კინო გენიალური ქართული ფილმი აი რა ვიცი ეს მსმენია ეს მოსაზრება ეს აბსოლუტური იდიოტიზმია გარდა იმისა რომ ჯერ ეგერთი არავის აღარ ახსოვს სამი ფილმის გარდა დანარჩენი 450 საზიზღრობა რომელსაც ქმნიდა საბჭოთა კინო ეს რა ქვია ინდუსტრია და არც ის ახსოვთ რა არ შეიქმნა მანდამაინც ტარკოვსკი ახსოვს ყველას ნეტარად გარდა იმისა რომ არის ისე ტარკოვსკი ძალიან დიდი ხანი იყო იქ სადაც იყო თაროზე მე თაროზე თუ არ იყო მხოლოდ რაღაცა ძალიან ისეთ ფესტივალებზე და ასე შემდეგ და რომელიც მე მახსოვს 9 საათზე იყო დილის ჩვენება სოლარისის და მე პატარა ვიყავი და სკოლიდან ვიპარებოდი და დილის 9 საათზე იყო ეს მარტო დილის 9 საათზე აჩვენებდა როცა კინოში არ დადიოდა არავინ და ვიპარებოდი და შევდიოდი უყურებდი არ იყო ასე იქმნებოდა დაფინანსება შესანიშნავია მაგრამ დაფინანსება არ ნიშნავს რომ რამე კარგი მოხდება და არიან მსახიობები, რომელთა იმდანაც მიუღებელი ღირებულებითი არ ღირებულებები აქვს და ფასეულობები, რომ ანუ არ გინდათ მათთან დაიჭირო. არა მე არა მაგრამ ყოფილა შემთხვევაში აი სერებრენიკოვს კითხეს ერთხელ რომ აი ვისთან არ დადგამდი არასდროს ვისთან არ იმუშავებდიო რომ მსახიობთან რუს რეჟისორს და მან უპასუხა რომ ვინც ამართლებს რუსეთის შეჭრას უკრაინაშიო იმასთან არასდროს არ დავიჭერდი საქმესო და ასე წითელი ხაზები გაქვს შეცვალა ყველაფერი და ეხლა სულ სხვა პოზიციაზეა მართლა და ეხლა ხარ დანიშნეს რექტორად იმისი ხო გადასწრებული ისტორია ეგა მოყევით აბა დანიშნეს ესეთ დემუსანამ ითვლიდა რომ ეს კარგი ტონი იყო ამას ამბობდა მე როდესაც მიხვდა რომ ამის გამო ბევრმა დაკარგა ბევრი რამ ეხლა არის შესანიშნავი რეჟისორი დიჟდა ცოტა ხანი იმის ბრასლეტით კი მე მოხსნეს ბრასლეტი და ეხლა არის გადასარევი იმის იმპერიის ესეთი ხოტბის შემსხმელი ადამიანი და კიდეც დაუფასდა ეს ამბა ცენზურა არის იმაში რომ შენ თუ სწორად იქცევი გიფასდება არ იქცევი სწორად და არ გიფასდება არ გესვრის ტყიას არავინ ეს არის ახალი აი რუსეთის ახალი პოლიტიკა სტალინი პირდაპირ გაგზავნიდა მაგადანზე და პუტინი მიხვდა არ არის საჭირო უბრალოდ შენ მოგაკლდება ყველაფერი რაც დაემატება სხვებს და ესეთი ის არის გამოცდა არის ადამიანური და შენ აღარაფერი აღარ გაქვს სხვას აქ ვისაც ვინც ცოტათი თვალი დახუჭა იმან მიიღო ყველაფერი შენს თუ დახუჭავდი შენს გეკნებოდა და აი ეს გამოცდა არის ძალიან მტკივნეული და ძალიან ესეთი რთული ვერმა ვერ გაუძლო კი არა ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო და უმეტესობამ სამწუხაროდ დროსთან განმავლობაში ბევრი ტრაგიკული მოვლენაც ნახეთ. და Deep State-ზე სპექტაკლის დადგმა არ გიფიქრია? ვერ გავიგე რომელია ეს Deep State-ი. ვეძებ ძალიან დიდი ხანია. თუნდაც ტრამპის პროგრამაშიც ვეძებ. და ვერ ვიპოვე. ნუ აი გოდოს მოლოდინი რა ვიცი შეიძლება. მაგრამ იქ მეგობარს ელოდებიან ისინი და არ გავსა. აი რა არ არის რაც უფრო ის არის ბურუსიანია ეს ცნება იმდენად დამაჯერებელია. ხო, საერთოდ ეგ არის კონცეფციის ლოგიკა. რაღაცა აი დავუშვათ ჩინელების ექსპანსია. მორჩა უკვე აქ არიან. სად? აქ არიან აქ მე და შენ შორის ჩინელის. აქ არიან უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი, უკვე ჩვენ ჩინურად ლაპარაკობთ და ყველაფერი ეს ჩინურია და
გადაწყვეტილია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გიждდება ჩინეთის კომუნისტური პარტია ზედა ჯურყვათის მიდამოებზე, ამიტომ უნდა გაასახლოს ყველა იქიდან და დაცოცხლდეს თვითონ. ეს მიზანია, ამისთვის შეიქმნა ეს ჩინეთის იმპერია, თავის ამდენი 1000 წლეულები, რომ მათი მიზანი იყო ჩვენ გაგვყარონ აქედან და ბამბუკები დარგონ ზედა ჯურღვათში. იმიტომ რომ კარგად იზრდება იქა და ამას გეუბნება ადამიანი და აფაში რა გონია. ყველაზე კარგი ეს არის. იმიტომ რომ იყვება ის ხო გამკვლევარია. შენ რა გონია მართლა თავისთვის არის ის და ეს ყველაფერი არის ჯურღვათისთვის. და უცებ შენს აღმოჩენა რატომაც არ აფიქრო. როგორი ეს ამით შეიძლება იცხოვრო, ამით შეიძლება გაამართლო შენი ბევრი რამე რაც არ გამოგივიდა ცხოვრებაში. სამაგიეროდ მე ამოვხსენი ჩინეთის ექსპანსიის ჭეშმარიტი მიზნები. არაფერი არ გავაკეთებ ის შესაჩერებლად, მაგრამ ხომ ვერ მომატყუეს. მე ხა მაქვს განცდა რომ ვზივარ სპექტაკლზე, ეხლაც მაქვს ეს განცდა. და იცი რა მაინტერესებს, საერთოდ როგორ ხდება ხოლმე, როგორ იქმნება აი ესეთი ცხოვრებისეული მომენტები, ეპიზოდები. აი მაგალითად დაახლოებით ხვდები სუქეთი დევდარიანი მეორედ ვახსენე ხა, მაგრამ კითხე კიდევაც ზუსტად წინა გადაცემის სტუმარი ქეთი იყო და სულ მგონია მეთქი რომ ვიღაცებს აკვირდები, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, რაღაცებს ვაკეთებთ, რაღაცებს ვიქცევ, აი შენ შეიძლება ეს წაიღო იმ სერიალში მეთქი ვეუბნები და რამეს რაღაცა ყოფილა რომ აი რაღაცა ცხოვრებისეული მომენტი, ეპიზოდი, აი რაღაცა არ ვიცი, შეიძლება იყოს სისულელე სრული, აი რაღაცა მოხდა და თეატრში სპექტაკლზე წაგიღიათ. კი როგორ არა, რომ ესეთი მეძებარებით არ გადის. აქ გავალ ქუჩაში ახლა რამეს ვიპოვი, იქნებ ვიპოვო რამე, რომ მე წავიღო რეპეტიციაზე. აი ტაქსისთან საუბრის შემდეგ. სულ ხდება ეს უკვე ჩვევარი, არა მხოლოდ თეატრის ადამიანის, ნებისმიერი ხელოვანის ესეთი ემილ ზოლა ამბობდა ხელოვანის ეგოიზმს უძახოდა, როდესაც დასაფლავებაზე ტკივილის დროსაც კი მისი ეგოიზმი აიძულებს რომ დაიმახსოვროს რა არის მექანიზმი გლოვის დაუშვათ ან ტკივილის, რომ მე გამოადგეს რაღაცაში და ეს მექანიკურია. აი მე მინახე ბევრი ადამიანი რომ დადიოდნენ აი ჩემ ახალგაზრდობაში მოდაში იყო ესეთი თავ გადადებული ხელოვანი რომ ტროლებუსში დადიოდნენ და იწერდნენ გამონათქვამებს და ყველა მიცოდა რომ ის ახეს ის არის იწერს ახლა და ამიტომ ეს ცოტა ის მეგონია ზედმე ჩაოლებრივად უბრალოდ უნდა იცხოვრო სავსე ცხოვრებით სანამ ახალგაზრდა ხარ განსაკუთრებით უნდა აი მაგალითად თელი ჩემი ალკოგოლის ისტორიები ნაკლებად ისავა რა ქვია მაგრამ რო ხვდები რა მამოძრავებს და ამდენს მასშობოდი მამოძრავებს და სურვილი ადამიანებთან ყველა მოკლე გზა იყო ურთიერთობის სამყაროში ჩაძრომის ეს იგივე ქუჩაში რომ მიდიხარ და იყურები ფანჯრებში მეც იგონებ ვიდრე არის ხო იქ ხედავ ვიღაცა ტელებაბუა ტელევიზორს უყურებს შვილი ეპარებოდა სახაზავი ახლა ჩადა ბაბუა ასე შემდეგ ხდები რომ იქ უყვართ ერთმანეთი ხო და სუფრაზე კეიფი და აი ესეთი სუფრა თავისი კეიფით თავისი ბევრი ლაპარაკით არის ის ვითარება რომელშიც ფანტასტიკურად რომელზეც მე გავიზარდე ესეთი იყო მე ეს ძალიან და წასვლის სურვილი არასდროს არ გიჩნდებოდა. ეს მიზანი იყო ლაპარაკი და არა გიმნები არ იყო თამადებმა ლექსების კითხვა ეციან გაუთავებელი. თან არ ვიცი ვინ პოეტებს პოულობენ რატო ხარჯა ნამდვილად ბარათაშვილი არავინ არ კი ვაჟებშავლოს არ კი რაღაცა არ მინდა გვარი თქვა ვიღაცის სიკინჭილაშვილი ხო რაღაცის გვარის რაღაცა იმან ვერ ზეპირობაში არ არის არაფერი
სუფრა არის არაფორმალური მდგომარეობა. თუნდაც უცხო ადამიანები ეს ძალიან კარგი ეს არის დაუშვათ სტუმარი რომ მოდიხარ და ყველა გაქებენ. არ გიცნობენ კარგად, მაგრამ გაქებენ ყოველ შემთხვევისთვის. და შენ მიდიხარ მე და მართლა გონია რომ კარგი ხარ. ცოტა ხანი მაინც. ყოველ შემთხვევისთვის ნუ შეკება. ახლა ამდენი ხალხი ფიქრობს რომ კარგი ვარ და რომ გავალ ხა იმ კატის კნუს არ გავწყლიტავ ფეხით. ეს არ ვიზამ, იმიტომ რომ ხალხს გონია რომ კაკეთით შობილი ადამიანი ვარ და ცოტა ხანი ხო გამოჩერებს ესა და ასე ეს თერაპია იყო. ხუმრობ რა თქმა უნდა, ცოტა მეტი იყო ეს იყო ალკოგოლი მე მაშინ დათრომა სიცხილი იყო და მე მახსოვს ახალგაზრდა რომ შევედი საპირფარეშოში და დამეძინა ეგ რაღაცა ნუ 18 წლის ვიყავი და საპირფარე ვერ გაიგო მაგრამ მე ხო მეძინა ეგ ნახვარსად და ვიფიქრე მორჩა ახლა რომ გავაღებ კარებს მორჩა ჩემი ცხოვრება დამთავრდა იმიტომ რომ თან მომეჭრა სამუდამოდ და გავიპარე ესე რომ რაღაც შევედი იქა და 1-2 კვირა არ გავსულა სახლიდან იმიტომ რომ მეგონა რომ გავალ პლეხანოვზე მოტრიალდება ყველა და აი ეს არის ეს იქ საბურთალოზე რომ დაეძინა ის დავინახეთ ყველა უნიტაზზე რომ თავი გედო ვნახეთ ყველა და აი ეს ამის იმიტომ რომ სირცხვილი იყო და დანარჩენი იყო შესანიშნავი თუ ამას შიგნით შენი ჯიუტობა გაჩერდი როცა დათრები განებით და გადმოდია და კარგი თამადის შემთხვევაში თამადაც ხო ეს იყო მე მახსოვს ჩირგო დეჩემის კლასელი იყო ზახშიათ მოდიოდა ჩვენთან ის პროვოკაცია პროვოცირებდა უკვე სუფრის საინტერესოობას გარდა იუმორისა რომელსაც და ირონიისა რომელთაც მიღა თვითონ ტონალობა სუფრის იყო სოცხა ადამიანები მეც იგებდნენ ერთმანეთზე და ბავშვობა გენატრებად კი მე ცოტა კი მაქვს ის რა ქვია პიტერ პენის კომპლექსი და გონია რომ არ გავიზარდე უბრალოდ გავსუქდი და რაღაცა ეს თორე შიგნით გონია რომ ჯერ მომწიფარი ვარ ამბობდით რომ ბევრს ვლაპარაკობ ბოლო დროსო ხომ მე არ მეტყობა მე ძალიან მაწყობს ეგ ამბავი აქ კი აბა კითხეთ გავლელებს აჩერებ თუ ხეთია და ჩვენ თეატრში შემთხვევით ვიწყებ ლაპარაკს გამარჯობად კაც რა გუშინგან არ ჩერდები მე და ის მე მეთესება ეს ადამიანი რაღაც ქირაობა უნდა და ფოესი უბრალოდ შეკითხვისთვის მოვიდნენ რაღირს რაღაცა არ იყო არა მე დავხვდი და გაერო როგორ იცით რა შესაქმე ამბობდა რაღაც დავიწყე ციტატებით რაღაცა იმის დანტე არ ახსო ალბათ ვერ წარმოვიდგენ გაერო მაგრამ როგორ იქნებოდა არ ჩერდები და ეს ქალები დიდი მადლობა თქვენ ფასი არ იცით ხო არა მაგრამ მე შემიძლია გითხრათ გაიყეს ეს ყველაფერი წავედით ტაქსი გამოიძახეს რაღაცა არ ჩურდები გავედი გარეთ გავყევი ტაქსი გაჩერჯდებია ტაქსი არა მოიცათ ტაქსის ხედავ უჩხვლიტეს დადი დაძარი გაგვასწარე გაიქცა და მივდებდი უკვე კიდე ყვებოდი რა მე მივხვდი რომ ვერავარ კარგად და ეს ეხლა ხდება თუ სულ ასე იყო ეს გონია რომ კოვიდის მერე დამემართა მართლა ეს რამეს ხომ უნდა დავაბრალო თუ და ტაქსის ძღოლებსაც ელაპარაკებით სულ ტაქსში რო ვждები გონია რომ ვალდებული ვარ რომ ველაპარაკო იმიტომ თუ ჩუმად ვიქნები მუდუ ვიღაცა საზისგარი ალბათ იფიქრებ ჩემს ამიტომ ვიწყებ პირდაპირ იმას რა ქვია კაცო ამათ შეხე თავრობის გინება ნებისმიერი ყველაფერზე გამართლებს შეხედე კაცო რა აშენეს ეს რა თუნდოდათ ან კარგი სულ ყველაფერი გლახა გეთახმება ბუნებრივია რა როლი აქვს იუმორს საერთოდ ჩვენს ცხოვრებაში იუმორი არ ვიცი რა არის მართლა რომ გითხრათ ვერ განსაზღვრავ და არც მიყვარს ეს სიტყვა ირონია უფრო ის არის თვით ირონიის თვით ირონიას და ზოგადად ირონია ნიშნავს ეჭვის შეტანა ნებისმიერ წონასწორობაში ხო როდესაც რაღაც ასია ვითომ ამბობ შენ და იწყება ირონია
ეგ არის ჩემი პროფესიის ნაწილის არის ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მაგრამ ნიჭეც ხო ზოგს ხო არ გამოსდეს მე მგონი ნიჭი არ არის ეს პოზიცია არასწორი მე არ ვიცი ნუ კი ალბათ არის გონება מחვილობა მე იმიტომ მიყვარს გურულები იმიტომ რომ ძალიან ჩქარა ფიქრობენ მეორე მეც გურული ვარ მაგრამ მეორე უკიდურესობა გურულების ასევე ჩქარა იღებენ გადაწყვეტილებას და მე ასევე ჩქარა ნანობენ რომ ჩქარა მიიღეს გადაწყვეტილება და მე უკვე გვარ და ასე შემდეგ მაგრამ სინამდვილეში ეს ხარტი ჭკუა გადასარევია და სხვას თუ არ აქვს იუმორი მასთან რთულია ურთიერთობა ყველას აქვს თავისი თუ საკუთარ თავზე იღებ არ აქვს იუმორი მხოლოდ ფიმდენი ვიცი ფსევდო ინტელექტუალს როდესაც ადამიანს გონია რომ მან წაიკითხა რაღაც რაოდენობა ინფორმაციისა და ამის გამო ის უკვე რაღაცას წარმოადგენს ისე მას დაკარგა უნარი ირონიის ერთხელ მახსოვს შენ მაგისტრის მე 8 წელი წიგნები ვიკითხე ვიღაცამ თქვა 8 წელი ჯერ ერთი სროკი არ არის 8 წელი გამოხდა მეტიც უკითხია ბევრს მაგრამ მაინც არაფერი არ უშველა კითხვაზე არ არის და რაოდენობაზე არის ამოხსნაზე სამყაროს ლაბირინთების რომელსაც ვერ ამოხსნი მაგრამ მაინც ცდილობ რო ახსნა და არ კარგავ ინტერესს სამყაროსადმი მაშინ ხარ ირონიული ნუ გონება მახვილი ადამიანი მე მაინტერესებს სახელმწიფო როცა აფინანსებს თეატრს ეს ლოიალობის ყიდვას თუ ნიშნავს და ამით მხოლოდ ილუზია ხო არ რჩება თავისუფლებისგან არა ეს არა წესით არ არის არაფერ კავშირში არ არის სახელმწიფო თუ შეიკრიბება პარლამენტი და თუმან დადებენ ხელფასიდან და იმას მიცემენ თეატრს ეს იქნება მათი დაფინანსებული კი ბატონო და მაშინ შეიძლება იყო ნუ ხალხმა მე მოიკლო თვითონ მაგრამ როდესაც ის ჩემ გარდახდილ ფულს მაყვედრის ეს არ არის სწორი ეს ჩვენი სხვადასხვა ზვიაგინცევის ფილმები კულტურის სამინისტროს მიერ იყო დაფინანსებული და კი ბატონო არ ვიცი ასეთი კრიტიკა კორუფციის რუსული საზოგადოების დეგრადაციის პრინციპში ნაკლებად გვინახავს სადმე სხვაგან მე არ ვიტყვი რომ ზვიაგინცევი არის ჩემთვის მწვერვალი იმისი რა ქვია ეკრევე შეგატყვა სახეზე იცი რომ ყველაფერი აი რაღაცა რო არ მოგეწონება და რომ არ ვარგივარ მე არც პოკერის მოთამაშეც არ ვარგივარ და არც დიპლომატად და არ არის საყვარელი რეჟისორი შესანიშნავია მაგრამ როდესაც რეჟისორი ლაპარაკობს იმაზე რაც ყველამ ვიცით მე გავბედე და თქვენ ვერა კი ბატონო ღმერთმა შეგარქოს ვფიქრობ მე კი ბატონო ადამიანურად მალაძეც ჯერ ერთი მგონია რომ სადღაც უთხეს კარგი და ლაპარაკი ამაზე და ლაპარაკ ესეთი ალბათ ვწდები მაგრამ ნუ არ ვიცი შეიძლება არ ვიცი ვერ გეტყვის ხო მაგრამ გაცილებით ვიღაცა უფრო მიყვარს სხვა რეჟისორი რომელსაც ზედაპირზე არ არის ვითი ხიბლავს ის რაღაცა მე მეტია იქ უცებ აღმოაჩენ რომ ბიჭო როგორ მოიფიქრე აი ჰამლეტის არ იყოს გავიდა არაფერი თითქოს მაგრამ ხო მოიფიქრა არჩეულებრივად ძალიან კარგი რეჟისორი აი დაფინანსება არ დაფინანსებას რაც შეეხება რა თქმა უნდა ფული არის შესანიშნავი მაგრამ არ წვიტავს ყველაფერს თეატრი ისეთი ორგანიზმია რამდენიც არ უნდა დააფინანსო ყველაფერს გადაღლაბავს აი დღეს ხვალ მომცეთ 60 მილიონი 70 120-ით შეიძლება 120 გამაზე გავჩერდეთ გადაყლა აი ესე დავხარჯა სამთვეში ტექნიკაზე რაღაცებზე ეს არაფერი ეს არ იქნება საწინდარი რომ უკეთეს თეატრი იქნება
და ის რთული იყო მაშინ აი ეს ტრანზიცია და ეს გადასვლა და ჯერ ეს ამხელა სტრესები, ჯერ ეს ამხელა დრამები, შემდეგ ახალი შენობა, ახალი სივრცე. მე ყველაფერი გავაკეთე, სტრესი არ ყოფილიყო არც ჩემთვის, არც ჩემი მეგობრებისთვის, არც იმ თეატრისთვის, რომელიც ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა. მართლაც შევეცადე ეს ისეთი არ მიყვარს ამ რაღაცა ცხოვრებისგან იმის შექმნა. მე ვიტყვი, მე მომწერეთ და მე ვიტყვი, მე ვილაპარაკებ ამას. არ გინდა. და ანუ რთული იქნებოდა ეს ყველაფერი. არა, ახლის დაწყება ყოველთვის არის ჯერ ერთი ამოწმებ მორჩი თუ არა, აი გაბერდი თუ არა. მეორე ერთი რემონტი არის შესანიშნავი მდგომარეობა. ჩართული ახლის დაწყების ადრენალინს არაფერი არ შეერდრება. შენ გარშემო ადამიანებიც იხიბლება ამით და აი მოყვებიან და ეს გადასარევია. ნახევარი ყველაფერი შედიხარ რაღაც სივრცეში და მარტო შენ ხედავ რა აქ რა იქნება და ნელ-ნელა ყველას უყვები ნელ-ნელა ისინს ხედავენ და მოყვებიან და ნელ-ნელა რაღაცა გამოდის სულ სხვა ვიდრე ადეკვატური, მაგრამ რაღაცა რომ გამოდის ეს თვითონ პროცესი არის არაჩვეულებრივი. მარტო ამისთვის თავიდან დაწყების უნარი არის ერთადერთი მთავარი ტესტი სიბერის. როდესაც ხვდები რომ მე აღარ მაქვს დრო რომ თავიდან დავიწყო. ეს უკვე ძალიან მოტარს. ეს ნიშნავს რომ წადი იმაში. პედაგოგიკაში ან რაღაცა ზეგლი გახდი. ისე მანანაზე როგორ არაფერი არ ვიკითხე. ვინა ვარ მე რომ მანანაზე ვილაპარაკო. ისე რაღაც მანანა არის მაღლა იერუსალიმის ვარსკვლავია და მე ვარ გულის ტოტკი. მანანასთან ურთიერთობა როგორია და ამ ესეთი ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობის საიდუმლო რა არის? როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი ბევრი წლით? მასწავლეთ. გეტყვით. აბა. ჩემი პირადი დამსახურებაა ეს. იმიტომ მე ვარ ანგელოზი. და არა მანანასი? არა. მანანა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ასე არ იყოს. არის მართლა იერუსალიმის ვარსკვლავში ეძახოდი ახალგაზრდობაში. მოიღვიძებ და დილამშვიდობის იერუსალიმის ვარსკვლავა თქო, მაგრამ მანანა არის სვლადი. მართლა? არ ვიტყვი რამდენი წლის წინ, იმიტომ რომ ხალხს ასაკი არ აქვს. რაღაცა წლების წინ იყო სხვანაირი, მე არის სხვანაირი, ეხლა არის აბსოლუტურად სხვანაირი და ესეთი ეს მისი ტრანსფორმერია მოკლედ რაღაცნაირად და არასდროს ამიტომ მოგწყინდება, იმიტომ რომ ყოველთვის სხვა. და კამათობთ და ჩხუბავთ ხოლმე? ვინ როგორ გეკადრება, როგორ გავბედავ, რას ლაპარაკობ. ხო, მაგრამ ესე ჩხუბავთ ხოლმე? რაღაცა ხმით ამბები. არა, არის დუდღუნს ძალიან როის არის. სულ მგონია რა, ეს რაღაც უფრო რაღაცა დუდღუნური ჩხუბი გაქვთ რაღაცა. არა, მანანას აქვს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ძალიან საქმიანი ადამიანია და მე მეშინია მისი და უფრო თავისთავად ელაპარაკება. ამ ბოლო განსაკუთრებით გადაწყვეტილი აქვს რაღაცა და მე უნდა მაცნოს ეს. თორე იმიტომ რომ ჩემი აზრი აინტერესებს. ეს მე ვიფიქრე და ეს ხომ არ გვექნა. არა, ალბათ არა, კი არ შესულელია, მე უკვე გადაწყვეტი გადახდილი გვაქვს. რაღაცა მივდივარ სადღაცო და მაგრამ არა. გიჟდები, ძალიან მიყვარს. უყურებთ ორივე. ძალიან დიდი ხანია ვისნობთ ერთმანეთს და არ კი როცა ვიფეთქებ ხოლმე. შენ მართლა ბოლოს და ბოლოს იობანავროთ რაღაც. რაღაცას ვიტყვი, ნუ აი 10 წუთი ძლებ და მე დავდება. და ეს საერთოდ ესეა თუ მანანასთან არის მარტო რომ უცებ გადაგდით წყენა? არა, მანანასთან. ლუკიანზე არ ხართ გამბრას რა გადასვლა? არა, ერთი ძალიან მადლობელი ვარ რომ კი ხა. ადამიანის ეს თეატრი სადაც ვარ, რაღაც ნაწილი სხვანაირად დამეზარებოდა. ან გადავდებდი, ან რაღაცას ვიზამდი და მან მიმანიშნა რომ დროა ლევკა
ადგე ახლა და გახვიდე აქედან და ავდექი და გავედი. ძალიან დიდი მადლობა ამ ზეზე რამდენი ინტერვიუსთვის. ვილაპარაკეთ ჩემი ბლიცი სიტყვა. უცებ. ძალიან აკი სწრაფი ბატონო. კითხვების, სწრაფი პასუხები. რა არის თავისუფლება? უნარი ყოველწუთას დაიწყო თავიდან. მიატოვა ყველაფერი რაც არსებობდა და დაიწყო ყველაფერი თავიდან. რახანამ. ბოლოს რაზე დაიქრინჯეთ? სხვის მაგივრად რო შეგწხვება. აიმე რა ვიცი ბევრ რამეზე ტყუილზე, როდესაც სხვა იტყვებოდა და მე არ გავთქვი. და თვითონ მოკლედ გამოვიდა რომ მეც ვიტყვებოდი და ეს არ მიყვარს საერთოდ აი ისიც არ მიყვარს. როდესაც როზეგრიშები როგორ არის რო აშაყერება? ანუ ეხლა აქ რამე არ ვქნათ, ხო? ფარული კამერა იყო. ხო, აი ესა. ტყვილი ესეთი რომელიც სხვა უნდა ვთქვა რომ ტყვილი ისეთი უნდა იყოს როგორც მეგრელი ამბობს და როგორი? სიმართლეს ნებისმიერი შტერი იტყვის აკა ისეთ ტყვილი უნდა თქვა შენ თვითონ დაიჯერო აგარ მაგარი როგორია საოცნებო საქართველო? ვაიმე როგორი რთული ბლიცი ეხლა მაგარი არაჩვეულებრივი ირონიული არა გამძღარი ნიჭიერი და მაღალ კულტურული იმიტომ რომ კულტურა არის ერთადერთი მთავარი მიზანი რისთვისაც ჩვენ მოვლენით ამ სამყაროში რამ შეიძლება გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან უხამსობამ უძდელობამ ხო უხამსობამ ძალიან არ მიყვარს ბავშვობის თბილისი თუ დღევანდელი თბილისი ბავშვობის თბილისი არა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მენატრება არამედ ბავშვობის თბილისი რა თქმა უნდა ბავშვობის თბილისი იმიტომ რომ როგორც ადრე გემოქონდა ნამსხვრს სხვა ბავშვობაში ცოცხლები იყო ჩემი მეგობრები ოცნებობდით რომ შევცვლით სამყაროს ისე მოხდა რომ სამყარომ შევცვალა ჩვენ მაგრამ რა თქმა უნდა ის დრო როდესაც ვიწყებდი საყვარელი სერიალი ოჰ რა რთულია კაცო ესა სერიალი ბევრი რამდენიც გინდათ ნუ ის არა ქვია მაინც ნუ გარი პოტერი არა თქვა მომკლავს ჩემი ქალიშვილი და მართალია სერიალი არ არის მაგრამ სერიალია და გარი პოტერი კარგი იყოს წიგნი რომელსაც ახლა კითხულობთ ვაიმე ძალიან უხერხული არ იყოს. რა ამისთან არა? ნიჩე ზარატოსტრას კითხვა. ეხლა არ კითხულობ რაღაცის გამო. ანუ მანანა გიკითხავთ თუ თქვენი ტკითხულობთ? არა, შინაარს ადრე არა, ამ შემთხვევაში არ ვეკამათები რას თავარი. არა ხო? არა, მე кайხანე უკვე მე არ ვკითხულობ ისე რომ უბრალოდ საღამოს რამე წავიკითხო. ვკითხულობ იმისთვის რომ ახლა რაზეც მუშაობ აი იმისთვის შეიძლება რაღაც ფრაგმენტი გამოვიყენოთ დასტაევსკის რაღაც ბოლო ფილმი რომელსაც კინოთეატრში უყურეთ ვაიმე კინოთეატრში აღარც კი მახსოვს რაღაცა საბავშვო შემ აი 7D არ არსებობს ამდენინდე ნუ რაღაც რო აი ყასას რო გესმება და რაღაცა განზარებს ეს და ყველაფერი ის რო არის რაღაცა ყველაზე სასაცილო ამბავი რომელიც ბოლო დროს გადახდა თავს ყოველ დღე რაღაცა იდიოტიზმი ხდება ვერ მოყვები იმიტომ რომ ადამიანებს ეხება და არ მინდა შტაბე ყველას არ ვიცი რომ სასაცილო ამბავი ბევრია შეიძლება არ არის სასაცილო და მე მეცინება შეიძლება მე ვარ დეგენერატი ამიტომ ვერ გეტყვით ვერაფერს და ყველაფერი უამრავი რამე ხდება რაც არ დასიზმრებია ჩვენ მეცნიერებს შემოხორაციო როგორც ამბობს ჰამლეტი სამი თვისება რომელიც აუცილებელია რეჟისორისთვის ყურადღება
ირონია და ფანტაზია. პესიმისტი ხართ თუ ოპტიმისტი? ოპტიმისტი ვარ. ისე პესიმისტური აბჯარით. თუ გახსოვთ, როდის გააცნობიერათ, რომ უკვე ზრდასრული ხართ და რა მომენტი იყო ეს? აი ერთადერთი ეს არის ესეთი ქალები, რომლებიც ისე დაბერდნენ, რომ მე ვეღარ მექნება მათთან რომანი. ნაომი კემბელი მაგალითად. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გარდა იმისა, რომ იმის გარო მანანა უფრო ლამაზია და მირჩევნია და საერთოდ ეს ქმარი ვარ. ნამდვილად. მივხვდი, რომ თეორიულად გამორიცხულია, შეუყვარდე მას მე. იმიტომ რომ ვერ მიპოვის. ან მე ვერ ისე დაბერდა, ისე ჩავდივარ შავ მიწაში, რომ აი ეს ამბავი მორჩა. აი ეს არის მივხვდი, რომ მორჩა და იმაზე ხვდები კიდე. აი ეს რო ხვდებიან ოლიმპიადაზე სამ გადახტომა როა. ხო. სანეევი რო ხდებოდა ჩემპიონი. აი ეს ვეღარ გადახტები ვერასდროს. ეს უკვე ჩავლილია. მივხვდი, რომ რა დამთავრდა. ეხლა ერთი რუბრიკა გვაქვს. ჩემთან სტუმრად არის ვეკითხებით ChatGPT-ს. ლევან წოლაძე. და რა კითხვას დაუსვამდი? წესიერად ილაპარაკეთ ხო გადაეცით მაგას მაიმუნო ოხერო ვიღაცა ხარ თქო. მაიმუნო ოხეროს გეძახის. ვაი მეწყინება ახლა და რაღაცა აბა მოამზადე ერთი ოხერი კითხვა. აბა ნახოთ. კარგი, მაშინ ერთი ოხერი, მაგრამ ჭკვიანური კითხვა, ისეთი რომ გაეცინოს კიდეც და დაფიქრდეს კიდეც. კითხვა ლევან წოლაძეს. თუ თეატრი ის ადგილია, სადაც რამხელა კითხვა. თუ თეატრი ის ადგილია, მაგასაც ჩემნაირად თაგბე, კი მოაქვს ლაპარაკის. ხო. თუ თეატრი ის ადგილია, სადაც სიმართლე ყველაზე ხმამაღლა უნდა ითქვას, თქვენთვის სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და თვითცენზურას შორის? როცა ხვდები, რომ რაღაც უნდა თქვა, მაგრამ იცი, რომ ამის მერე სცენად შეიძლება დაგიკეტონ და კარიერად შეიძლება შეგიწყუნონ. ამ დროს რეჟისორი ხარ თუ მოქალაქეო? უყურე შენ. ეს რაზე უნდა გამეცინოს ახლა. ჩვენი სპექტაკლი ამაზე. დირიჟორი, რომელიც ზუსტად ეს თემაზეა. ხელოვნება თუ შენი მოქალაქეობა. ეს შეკითხვა არის მთავარი დილემა. თვითცენზურა თუ გაქვს, დამარცხდი. თუ გინდა დამარცხება კი ბატონო და მე მინახე ეგეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები სპეციალურად რაღაც გლახას აკეთებდნენ, ყრილობებს დგამდნენ ადრე კომუნისტების დროს, დგამდნენ კომუნისტურ ყრილობებს, ცუდად და საზიზღრად, რათა თავისადმი პატრონისცემა არ დაეკარგათ. ბევრი რამე არსებობს ამისი, მაგრამ თვითცენზურა იმისთვის, რომ რამე უკეთესი ეს არ უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე მე პირადად. ხო მაქვს უფლება ვთქვა, რომ მე მომეწონა ეს ამბავი და ეს ინტერვიუ და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც ისიამოვნებდა ამ ინტერვიუთი. მადლობა. და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ წარმატებას და ბევრი როგორ თქვა, ბევრი პრემიერები, ან შლაგები სულ და ბევრი ტაშები და ის მინდა ბევრჯერ ნახოთ, აი აიწევა მაყურებელი და რა დაიწევაო, რო თქვით, აი ეს ჩამრჩა მომეწონა, კაი ნათქვამია, კაი იყო, კაი რაღაცა, მივხვდი, წარმოვიდგინე ეგ ამბავი და ეგ მინდა რომ ბევრჯერ ნახოთ თქვენს ცხოვრებაში, ესე სუნთქვე შეკრული მაყურებელი. მადლობა, ძალიან კარგი, ეს ყველაზე კარგი. ხო, კაი სურვილი იყო. აი, მადლობა ძალიან დიდი, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.